სახარებაი მათესი, თავი მეექვსე. ეკრძალენი თქველი საქმესა თქვენსა, რაითა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა. უკე თუ არა, სასყიდელი არა გაქონდეს მამისა თქვენისაგან ზეცათაისა. ხოლო რაჟამს იქ მოდი ქველი საქმესა, ნუ ქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათა და უბანთა ზედა, რაითა იდიდნენ კაცთაგან. ამინ გეტყვი თქვენ, მიუღებიე სასყიდელი მათი. ხოლო შენ რაჟამს ყოფდე ქველი საქმესა, ნუ სცნობნ მარცხენაი შენი, რასა იქ მოდის მარჯვენაი შენი, რაითა იყოს ქველის საქმე შენი ფარულად და მამაი შენი რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად. და რაჟამს ილოცვიდე, არა იყო ეგრე, ვითარცა იგი ორგულნი, რამე თუ უყუარნ შესაკრებელთა შორის და უბანთა ზედა დგომაი და ლოცვაი, რაითა უჩვენონ კაცთა. ამინ გეტყვი თქვენ, მიუღებიე სასყიდელი მათი. ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევეც საუნჯესა შენსა და დახშარ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად. და მამაი შენი რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად. და რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავალსა იტყვით, ვითარცა იგი წარმართთაგანი რამე თუ ქონებეთ, ვითარმედ მრავლის მეტყველებითა მათი და ისმინოს მათი. ხოლო თქვენ ნუ ემსგავსებით მათ, რამე თუ იცის მამამან თქვენმა რა იგიხმს თქვენ, ვიდრე თხოვადმდე თქვენ და მისგან. ხოლო თქვენ ესრეთ ილოცევდით. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი. მოვედინ სუფევაი შენი, იყავ ნებაი შენი, ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქუეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისაი მომე ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაზრდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არ სუფევაი და ძალი და დიდებაი, საუკუნეთა მიმართ ამენ. უკუე თუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეწოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენცა მამამან თქვენმა ზეცათამან. ხოლო უკუე თუ არა მიუტევნეთ კაცთა შეწოდებანი მათნი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს თქვენ შეწოდებანი თქვენი. და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით ვითარცა იგი ორგულნი მწუხარე, რამე თუ განირყუნიან პირნი მათნი, რაითა ეჩუენენ კაცთა მარხველად. ამინ გეტყვი თქვენ, მიუღებიე სასყიდელი მათი. ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და დაიბანე პირი შენი, რაითა არა ეჩუენო კაცთა მარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად. და მამამან შენმა რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგო შენ ცხადად. ნუ იუნჯებ თქვენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადამ ღილმა და მჭამელმა განყუნის და სადამ პარავთა დათხარიან და განიპარიან. ხოლო თქვენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათაშინა, სადა არცა ღილმან, არცა მჭამელმან განყუნის და სადა არცა პარავთა დათხარიან და განიპარიან. რამე თუ სადაც არ საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი. სანთელი გუამისაი არს თუალი, უკუე თუ თუალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელი იყოს. უკუე თუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელი იყოს. უკუე თუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენ მე. ვერ ვისხელე წიფების ორთა უფალთა მონებად, ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხვაი იგი შეიყუაროს, ანუ ერთისა იმის თავს იდვას და ერთი იგი შეურაცხყოს. ვერ ხელე წიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა. ამისთვის გეტყვი თქვენ, ნუ სრუნავთ სულისა თქვენისათვის, რა ისჭამოთ და რა ისუათ, ნუცა ხორცთა თქვენთათვის რა შეიმოსოთ. ანუ არა სული უფრო ის არ საზრდელისა და გუამის სამოსლისა? მიხედეთ მფრინველთაც ისათა, რამე თუ არას თესვენ არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა და მამაი თქვენი ზეცათა იზრდის მათ. არამე თქვენ უფრო ის უმჯობეს ხართაფრინველთა? ანუ ვინმე თქვენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაგსათვის საწყრთა ერთ. და სამოსლისათვის რა ისასრუნავთ? განიცადენი ჩროშანი ველისანი, ვით არ იგი აღორძინდის, არა შურებინ, არცას თავნ, ხოლო გეტყვი თქვენ, რამე თუ არც აღა სოლომონ ყოველსამას დიდებასა მისა, შეიმოსა ვითარცა ერთი ამათგანი. უკუე თუ თივაი იგი ველისაი, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნის, ღმერთმან ესრეთ შემოსის, არამე უფრო ის თქვენ მცირედ მორწმუნენო? ნუ სრუნავთ და იტყვით, რა ივჭამოთ, ანუ რა ივსუათ, ანუ რა შევიმოსოთ. რამე თუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ, რამე თუ იცის მამამან თქვენმან, რა იგიხმს ამათ ყოველთაგანი.
ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ. ნუ სრუნავთ ხვალისათვის, რამე თუ ხვალე მან იზრუნოს თავისათვისისა, კმა არს თხისა იმის სიბოროტე თვისი.